თუ customer success-ში მუშაობ, ან ამ სფეროში გადასვლა გინდა, ან უბრალოდ ხარ SaaS-ის დამფუძნებელი, მაშინ ეს 10 პრინციპი, 10 წესი, რომელსაც Gainsight გვთავაზობს, აუცილებლად უნდა იცოდეთ. გამარჯობა, მე ვარ თათია გიუნაშვილი, Client Success Manager-ი, ანუ მომხმარებლის წარმატებაზე პასუხისმგებელი მენეჯერი, რომ გადავთარგმნოთ პოზიცია ქართულად და ჩემს ვიდეოებში ვსაუბრობ Client Success-ის როლის შესახებ და ასევე იმასთან დაკავშირებით თუ რა როლი აქვს აი ამ კონკრეტულ მიმართულებას SaaS-ის განვითარებაში. დღევანდელ ვიდეოში მე გაგიზიარებთ Gainsight-ის 10 კანონს, რომელიც არის ორიენტირებული სწორედ Client Success-ის ფუნქციაზე და Gainsight-ზე რო გითხრათ მოკლედ, ეს არის Client Success-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა, რომელიც გვეხმარება CS პროფესიონალებს, რომ ვიმუშაოთ ერთ software-ში, ერთ სისტემაში, იმისთვის რომ გავიგოთ, ასე ვთქვათ, 360-ით ჩვენი მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია. ეს შეიძლება იყოს როგორც შემოსავლებთან დაკავშირებით, ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, და ზოგადად ყველანაირი ინფორმაცია, რაც კი საინტერესო და აუცილებელი არის იმისთვის, რომ ვიცოდეთ კლიენტის ან მომხმარებლის შესახებ, ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, აკუმულირება შეიძლება მოხდეს ამ სისტემაში. ეს 10 წესი მე თვითონაც ჩემს წინა სამსახურში, ჩემს სამუშაო მაგიდასთან მქონდა გამოკრული, რომ რაღაცები არ დამვიწყებოდა და ხშირად შემეხსენებინა ჩემი თავისთვის, ამიტომ ნამდვილად პრაქტიკული და გამოსადეგი პრინციპები არის. მაშინ დავიწყოთ ახლა ამ პრინციპების გაცნობა და ეტაპობრივად პატარ-პატარა განმარტებებს გავაკეთებ თვითონთან მიმართებით. და პირველი პრინციპი, რომელსაც გვთავაზობს Gainsight-ი, ეს არის შემდეგი. Build customer success into your core. და რას ნიშნავს ახლა ეს? ზოგადად მეც არაერთი შემთხვევა მგონია, რომ გამიგია კომპანიები, როდესაც Client Success-ის ფუნქციის გამართვა უნდათ და აქვთ ასეთი დეპარტამენტი თუ გუნდი, თუმცა ეს Client Success-ის ფუნქცია არის, ასე ვთქვათ, დაქვემდებარებული ან support-ის, ან მაგალითად გაყიდვების მიმართულებით. ეს არის ზოგადად ძალიან არასწორი მიდგომა ზოგადად Client Success-ის ფუნქციისთვის, რადგან რეალურად თუ კი მაგალითად support-ს დაუქვემდებარებთ, ფოკუს ვუცვლით და საერთოდ მიმართულებას ვუცვლით success და თუ sale-ების, ანუ გაყიდვების მიმართულებით დავაქვემდებარებთ, ასე ვთქვათ, აქაც უფრო მეტად ეს გაყიდვების მიმართულებით იცვლება ფოკუსი, გინდა არ გინდა, მაინც რაღაც მიმართულებას ცვლის და მნიშვნელოვანი არის, რომ როდესაც თქვენ გაქვთ SaaS კომპანია და გაქვთ სურვილი, რომ გქონდეთ მომხმარებლის წარმატებაზე ორიენტირებული გუნდი, ეს უნდა იყოს ჩაშენებული, ასე ვთქვათ, თქვენს ორგანიზაციულ კულტურაში მყარად, ესე დამოუკიდებლად, რომელიც არ არის დაქვემდებარებული ამა თუ იმ სხვა მიმართულების მქონე დეპარტამენტზე. მეორე წესი, რომელსაც აღნიშნული სახელმძღვანელო გვთავაზობს, არის შემდეგი. Create an integrated journey from sales to CS. ხო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. აქ იგულისხმება შემდეგი, რომ ზოგადად სანამ მომხმარებელი Client Success-ის მენეჯერებამდე მოვლენ, კომუნიკაცია აქვთ გაყიდვების გუნდთან, ხომ? და შესაბამისად ეს კომუნიკაცია, გააჩნია ორგანიზაციას და რა პროცესები არის აგებული, შეიძლება გაგრძელდეს, რა ვიცი, 1 თვე, 2 თვე, რამდენიმე კვირაც, ან კიდევ უფრო დიდხანს, ხო? გააჩნია რამდენი ხანი მიმდინარეობს მოლაპარაკება. შესაბამისად, გაყიდვების გუნდის წარმომადგენლებს უკვე აქვთ საკმარისი ინფორმაცია დაგროვებული მომხმარებელთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია არის პირველ რიგში მიზნების შესახებ, მოლოდინების შესახებ, თუ აი რისი მიღწევა უნდათ ჩვენი პროდუქტის გამოყენებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაყიდვების გუნდმა აი ამ ინფორმაციის მოწოდება შეძლოს დროულად და სწორად Client Success მენეჯერებისთვის, რადგან პირველ რიგში ხა ეს რატო არის მნიშვნელოვანი, რომ მე როდესაც ვიწყებ ახალი ფურცლიდან მომხმარებელთან ურთიერთობას, ის მისთვის არის, ასე ვთქვათ, ჩვენს ორგანიზაციასთან რაღაცა გაგრძელება, ხო, მომდევნო ნაბიჯი. და მას უკვე აქვს გავლილი თავისი მიზნები და რაღაც სხვა გეგმები ჩვენს გაყიდვების გუნდთან. ამიტომ ერთ და იგივე რომ არ გავამეორებინოთ ჩვენს მომხმარებელს და არ დავღალოთ დასაწყისშივე ჩვენთან კომუნიკაციით, მნიშვნელოვანი არის, რომ გაყიდვების გუნდს მოვთხოვოთ დროული და სრული ინფორმაციის მოწოდება ჩვენთვის. ხო, ეს არის, ასე ვთქვათ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომელიც თითქმის ყველა წარმატებულ და დიდ SaaS კომპანიაში ეს პრინციპი არის საკმაოდ ისე მაღალ დონეზე აყვანილი. და შემდეგი პრინციპი, რომ ნახოთ, ეს არის
constantly drive more value or expect churn. ხო, რეალურად client success-ის მიმართულების მთავარი პასუხისმგებლობა რა არის, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს მომხმარებელს, რომ მიიღოს ღირებულება პროდუქტისგან. თუ ასე ვთქვათ, პულსზე ხელი არ ეჭირა client success manager-ს და ყოველთვის არ დაინახა ის, რომ მომხმარებელი ყოველდღიურად და კვარტლურად თუ ყოველთვიურად იღებს სარგებელს და ხედავს რეალურ ღირებულებას ჩვენს პროდუქტისგან, ეს მოკლედ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს უნდა დაინახოს client success manager-მა და როგორ უნდა დაინახოს ეს ყველაფერი, მაგაზე კიდე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ხო, თუ ხედავთ, რომ მომხმარებელი ამ სარგებელს და ამ ღირებულებას ვერ იღებს, ჩათვალეთ, რომ ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ძალიან მალე ეს მომხმარებელი დაგვტოვებს და შედეგად გვექნება churn-ს, რასაც ვეძახით, რომ ეს მიგვატოვებს, ასე ვთქვათ, მომხმარებელი და შეწყვეტს ჩვენთან საქმიან ურთიერთობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად, ყოველთვის CSM-ები დარწმუნდნენ იმაში, რომ ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს და მომხმარებელი იღებს მაქსიმალურ ღირებულებას ჩვენი პროდუქტისგან. შემდეგ პრინციპზე გადავიდეთ. შემდეგი პრინციპი ეს არის customer success takes commitment from the customers too. ხო, აქ რა იგულისხმება? რეალურად ეს არის მომხმარებელთან ურთიერთობა არის ორმხრივ მომგებიანი და ორმხრივი პროცესი, ხო? და უმნიშვნელოვანესია, რომ თვითონ მომხმარებლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ეს საკითხი არის საკმაოდ ისეთი რთული, იმიტომ რომ არსებობს კლიენტების კატეგორია, როდესაც ისინი უბრალოდ ყიდულობენ პროდუქტს, გამოიწერენ ამ პროდუქტს და რაღაც ცდილობენ, რომ რაღაც თავისთვის მიუყვნენ, ასე ვთქვათ, დინებას და ნაკლებად გამოდიან კომუნიკაციაზე, კონტაქტზე, რაც უმეტეს შემთხვევაში კარგის მანიშნებელი არ არის ხოლმე. ამიტომ არსებობს ესეთი პრაქტიკა, რაღაცა გაზიარებული წარმატების გეგმა ჰქვია, სადაც თვითონ მომხმარებელსაც აქვს რაღაც გარკვეული ვალდებულებები ამ პროცესებთან მიმართებით. შესაბამისად, ის რომ მომხმარებელიც არის პასუხისმგებელი თავის შედეგებზე და იმაზე, რომ პროდუქტი სწორად გამოიყენონ ორგანიზაციაში, ამასაც წყალი არ გაუვეს. მხოლოდ და მხოლოდ customer success manager-ებზე არ არის, ასე ვთქვათ, ეს მთელი ტვირთი გადმოტანილი. თუმცა ხო, უმეტეს შემთხვევაში ეს თელ პროცესებს ჩვენ ხელმძღვანელობთ, თუმცა აუცილებელია, რომ მომხმარებელიც გრძნობდეს ამ თავის ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს აი ამ პროცესში. შემდეგ წესზე გადავიდეთ. შემდეგი წესი, მეხუთე წესზე ვართ, თუ არ მეშლება და მეხუთე წესი გვეუბნება, რომ invest in customer success operations. ხო, ესეც მნიშვნელოვანია ზოგადად SOP-ებზე. მეც რამდენიმე პოსტი მაქვს LinkedIn-ზე დაწერილი და ზოგადად აგებული პროცესები, რომ საქმეს ამარტივებს და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გუნდში, ესეც მე მგონი მენეჯმენტის მიმართულებით ამაზე ყველა ვთანხმდებით. და კიდევ არის ისეთი მნიშვნელოვანი, აი ჩემს მიმდინარე სამსახურშიც მაგალითად არის ესეთი პრაქტიკა, რომ უშუალოდ CSM-ები არ არიან ჩართულები ამ პროცესების აწყობაში და ეს პროცესები არის უკვე რაღაც შემუშავებული და კონკრეტული ადამიანები მუშაობენ აი ამ პროცესების მიმართულებით და ოპერაციების მიმართულებით, რაც ძალიან ეხლა ჩემთვის ეს როგორც CSM-ისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე მაქვს თავიდან ბოლომდე ფოკუსი შენარჩუნებული მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელთან ურთიერთობაზე და უკვე რაღაც დამატებით რაღაცებზე არ ვფიქრობ. როცა უფრო პატარა კომპანიებთან არის საქმე, ძირითადად ეს ფუფუნება არ გვაქვს ხოლმე და ამიტომ CSM-ს უწევთ ამ პროცესების გამართვაზეც მუშაობა, მაგრამ ხო, ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები არსებობდეს, ამას CSM-ი გააკეთებს თუ უშუალოდ CS ოპერაციები, ეგ უკვე რაღაც ორგანიზაციული კულტურის და სტრუქტურის გადასაწყვეტი და ნაწილია. შემდეგი წესი ვნახოთ. ეს არის operationalize sponsored changes. ახლა რა იგულისხმება ამაში? ზოგადად, როდესაც მომხმარებელი იძენს ჩვენს პროდუქტს, არსებობს ადამიანთა ჯგუფები, ან ერთი ან ორი ადამიანი, ვინც გვეკომუნიკაციება, ხო? ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ვასწავლით პროდუქტს და შემდეგ უკვე რაღაც ყოველკვირეულად თუ ყოველთვიურად ვართ მასთან კონტაქტში. ძირითადად ესეთი ადამიანები არიან ხოლმე ჩვენი პროდუქტის ადვოკატები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ჩვენი პროდუქტის მხარდამჭერები არიან კომპანიაში. და ჩვენთვის CSM-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებთან გქონდეს ჯანსაღი, კარგი კომუნიკაცია. თუმცა
ესეთი მომენტებიც დგება, რომ ეს ადამიანები ან სამსახურიდან მიდიან, ან უბრალოდ სხვა პოზიციაზე გადადიან და შესაბამისად ჩვენ უნდა გქონდეს რაღაცა პროცესები, რის საშუალებითაც აი ეს ცვლილება მარტივად გადავიტანოთ და მქონდეს აგებული ესეთი პროცესი, რომ მე ახალი სპონსორი ამ საქმეში, ამ კომუნიკაციაში, ასე ვთქვათ, და ამ ჯაჭვში უმტკივნეულოდ ჩავრთო ისე, რომ რაღაცა ეს მთელი აგებული პროცესები არ დასიანდეს. რა თქმა უნდა, ამაზე თვითონ ვინც არის ჩვენი მომხმარებელი, ის ზრუნავს, მაგრამ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ცოტა ფოკუსი შეგვეცვლება, ეს ახალი ადამიანი მოდის, რაღაცები თავიდან უნდა გაუზიაროთ და ამიტომ მოკლედ აი ის რომ რაღაც ერთი ადამიანი გეკონტაქტებათ და ეხლა ფიქრობთ რომ ყველაფერი კარგად არის და ააწყოთ ამ ერთ ადამიანზე თქვენი ყველანაირი სტრატეგიული მიდგომები, ხო ეს საკმაოდ ისეთი დიდი შეცდომა არის, რომელიც ბოლოსკენ იჩენს ხოლმე თავს რა დასაწყისში თითქოს არაფერი და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ აი ბოლოს რაღაც ცოტა რომ შეიცვლება პროცესებში, მე უკვე აღმოჩნდება რომ რაღაც ესე თვალ ერთ ადამიანზე არ უნდა აგვეგო, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს ურთიერთობებიც იყოს პროცესის დონეზე აგებული. და შემდეგი წესი ვნახოთ. შემდეგი წესი არის product teams and customer success teams should be BFFs. ხო. BFF-ები უნდა იყვნენ პროდუქტის და CSM-ის წარმომადგენლები, ხო? ახლა აქ არის გულისხმობა მაინც და მაინც რაღაც დაკალობა და ძმაკაცობა, თუმცა ხო, თუ არის საშუალება რატომაც არა, მაგრამ ხო, აქ ახლა მთავარი იდეა ამაში არის ის, რომ თუ კი მაგალითად პროდუქტი და CSM-ი ერთმანეთთან სწორად და კარგად არ კომუნიკაციობს, აი ჩათვალეთ, რომ CSM-ის საქმე ნახევრად გაფუჭებული არის, იმიტომ რომ ეს მუდმივი უკავშირის ლუპი, ასე ვთქვათ, უნდა არსებობდეს ამ ორ გუნდს შორის, რადგან ერთის მხრივ პროდუქტიც უნდა იკვებებოდეს მომხმარებლისგან წამოსული იდეებით თუ პრობლემებით და ასე ვთქვათ, პროდუქტიც დროულად უნდა აწვდიდეს CSM-ს საჭირო ინფორმაციებს, საჭირო მატერიალებს, აპდეითების, ანუ განახლებების შესახებ სრული ინფორმაციები და ეს კავშირი არის ძალიან საჭირო და აუცილებელი ყოველდღიურ პროცესებში და როგორც არის ხოლმე წესი, რომ აი საილო მუშაობას რასაც ვეძახით, რომ ეს რაღაც თავისთვის არიან გუნდები ჩაკეტილები, აი ეს თუ კი არსებობს ისეთ SaaS ორგანიზაციაში, სადაც CSM-ი მუშაობს, ნაწილობრივ და უმეტესად, ასე ვთქვათ, შედეგები არის ყოველთვის განწირული რაღაც ნეგატიურისკენ, იმიტომ რომ ამ ორი გუნდის თანამშრომლობა, ჯანსაღი თანამშრომლობა არის საერთოდ მნიშვნელოვანი სწორი კომუნიკაციებისთვის და რა თქმა უნდა ბიზნესის იმ შედეგებისთვის, რის გამოც ასე თუ ისე კომპანია არსებობს. შემდეგი წესი განვიხილოთ. შემდეგი წესი არის მერვე წესი, leverage product to accelerate time to value. ხო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა დროულად უნდა ნახოს ის თუ რას აკეთებს რეალურად პროდუქტი. აი შესაძლოა რომ ეს ინტეგრაციები იწელება და კიდე ბევრი პროცესი, რასაც ეს ახალი პროდუქტის შეძენა, რაც მოყვება ხოლმე ახალი პროდუქტის შეძენას, თუმცა აი რამენაირად ეს პროცესები მაინც ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ რაღაც უსასრულოდ არ გაიწელოს ეს ყველაფერი, თორემ ძალიან დიდად ვზრდით რისკებს, რომ მომხმარებელი ბოლოს დაიღალოს და თქვას, რომ აი დავიხანეთ და უბრალოდ აღარ მინდა და რაღაც სხვა კონკურენტი ნახოს. ხო, ან საერთოდ გაწყვიტოს, რომ აღარ უნდა, იმიტომ რომ ამ ხელა რესურსის ასე დასაწყისშივე დაკარგვა, ასე ვთქვათ, არ უღირს. ამიტომ რაც შეიძლება შეეცადეთ, რომ მალე დაანახოთ მომხმარებელს ის თუ რეალურად რას აკეთებს თქვენი პროდუქტი და რა სარგებელს იღებს უშუალოდ მომხმარებელი თავისი ბიზნესისთვის. და შემდეგ უკვე მე-9 წესზე გადავიდეთ. მე-9 წესი არის საკმაოდ ესეთ მნიშვნელოვან მეტრიკაზე დაკავშირებული, ეს არის deeply understand net revenue retention. Net revenue retention არის ესეთი მეტრიკა, რომელიც არის საკმაოდ ისეთი ვრცელი და ამ საკითხთან დაკავშირებით მე მაქვს LinkedIn-ზე დაწერილი სტატია და აღწერაში გავლინკავ, ასე ვთქვათ, ამ სტატიას და ვისაც გინდათ რომ ამ მეტრიკაზე მიიღოთ დამატებითი ინფორმაციები, შეგიძლიათ რომ იქ გაეცნოთ, ან რაღაც კიდე დამოუკიდებელ ვიდეო შემიძლია ჩავწერო ამასთან დაკავშირებით, თუ კი დაგეხმარებათ პროცესებში CSM-ებს. და მე-10 წესი ასევე მეტრიკებს უკავშირდება და მე-10 წესი გვეუბნება, რომ customer success must be metrics driven. ხო, აქ უკვე
თანხმდებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ customer success-ის როლი არ არის მაგალითად ისეთი დიდი გამოცდილების მქონე, როგორიც არის HR-ი, ან გაყიდვები, ან support-ი, მაინც მეტნაკლებად ახალი როლია, იმიტომ რომ SaaS-იც შეგახსენებთ, რომ client success-ის განვითარება მოყვა SaaS-ის განვითარებას, რაც უკვე 2000-იანი წლებიდან მოდის, შესაბამისად, ბევრი დიდი ისტორიის დაგროვება ვერ მოასწრო ამ ფუნქციამ. თუმცა, მაგის მიუხედავადაც უკვე იმდენად მომწიფებულია ამ დროისთვის, რომ ჩვენ უკვე, როდესაც client success-ი ან CSM-ის შესრულებულ სამუშაოზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია რომ მხოლოდ ის რომ მომხმარებელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ასე ზოგადად აღარ ვისაუბროთ, არამედ უკვე ჩავდოთ უშუალოდ მეტრიკები, ხო? რაც შეიძლება იყოს როგორც ფინანსური, როგორც არა, ყველაზე მთავარი არის ფინანსური მეტრიკების ნაწილი, იმიტომ რომ CSM-ის პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ საბოლოო ჯამში შემოსავლებზე მოახდინოს დადებითი ზეგავლენა, ეს upsell-ით და cross-sell-ით, ხო? ამიტომ ხო ეს შემოსავლებთან დაკავშირებული მეტრიკები, adoption-თან ან პროდუქტის დანერგვა და ათვისებასთან დაკავშირებული მეტრიკები, churn rate-ები და მოკლედ ძალიან ბევრი მეტრიკა არის, რომელსაც უკვე დღეს ეს წარმატებულად ვიყენებთ client success-ში, იმისთვის რომ ჩვენი შესრულებული სამუშაო და ზოგადად ამ მიმართულების შესრულებული სამუშაო იყოს უფრო ციფრებით გამოხატული და მხოლოდ რაღაც თეორიულ შეფასებებზე დაყრდნობილი არ იყოს. რეალურად სულ ეს იყო ეს 10 პრინციპი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს 10 პრინციპი არის Gainsight-ის მიერ შემუშავებული, თუმცა ყველა, ვინც client success-ში მუშაობს, თანხმდებით, რომ ეს წესები არის ის ფუნდამენტი, რომლებზეც აუცილებლად უნდა იყოს ეს CS ფუნქცია აგებული. თქვენ თუ კი რომელიმე მათგანს არ ეთანხმებით, ან ფიქრობთ, რომ კიდევ რომელიმე უნდა იყოს ამ 10-ში დამატებული, სიამოვნებით მოვისმენ თქვენს მოსაზრებას თუ გამისიარებთ კომენტარებში. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.